პირდაპირ ეთერში თამარ სხირტლაძე, ნანა ფაჩუაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ანი ბიბინეიშვილი, თამარ მაყაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი არიან ჩვენთან სტუდიაში. მოусმინეთ პაატა გულიაშვილს. ახლა კი გადავდივარ შეკითხვით სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან დავით საყვარელიძესთან. ოდნავ მოგვიანებით მოусმენთ ქეთი დოლიძეს, ასევე კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს. დავით საყვარელიძე, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მადლობა დათო, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ აქ საუბრობთ როგორ შეეხო და როგორ აისახა კამრების შემოჭერის პრინციპი მსახიობებზე. რა სიტყვით თქვენ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში? საუბრობთ აქ იმაზე, რომ ისეთ გამოჩენილ არტისტებს, ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც აგეთ თუნდაც გვერდით მიზის ქალბატონი თამარ სხირტლაძე, გივი ბერიკაშვილი, რომელიც გარდაცვლილი გივი ბერიკაშვილი, ლეო ანთაძე, მაგალითად თენგიზ არჩვაძე, ადამიანები, ნოდარ მგალობლიშვილი, ხელფასი მოაჭრეს მგალობლიშვილმა საერთო თეატრი დატოვა. რა ხდება თეატრალურ სამყაროში? რას გვეტყვით თქვენ? მე ჩავერთვები, ხა მე ვიმყოფები მარჯანიშვილის თეატრში, ჩვენ გვაქვს პრემიერა, სოხუმის თეატრი მართავს პრემიერას დღეს. სხვათა შორის სოხუმის თეატრი უნდა ვთქვა, რომ ბატონი გივი ბერიკაშვილმა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო სწორედ სოხუმის თეატრში, ასე რომ ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებდა ჩვენ თეატრს ამ ადამიანთან და უსამძიმრებ ყველას. რაც შეეხება ჩვენ სოხუმის თეატრი არ არის ცენტრალური ხელისუფლების ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში, ჩვენ ვართ ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში, თუმცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის მხრივ ცენტრალურისგან ფინანსდება. ჩვენ შეგვეხო რასაკვირველია ეს ასე ვთქვათ კამრების შემოჭერა, მაგრამ ძალიან აქტიურად თანამშრომლობ პირადად მე ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთან, ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ბატონ ძიმაჯაიანთან, კულტურის მინისტრთან, ბატონ ურმან ფარფალიასთან სპეციალურად ვასახელებ მათ, იმიტომ რომ მათ გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი პრობლემები და ძალიან გვეხმარებიან. დღევანდელი სპექტაკლი დაფინანსებულია კულტურის სამინისტროს მიერ, ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი აქედან და პლუს თბილისის მერიას. ჩვენ შეგვეხო სერიოზულად, სხვაგან თქვა 10%-ია ჩვენ უფრო მეტი. რამდენია თქვენთან, რამდენით შეგეხოთ დათო? მიახლოებით 30%-ის ფარგლებში ეს საკმაოდ, ამიტომ ჩვენი თეატრი პატარა თეატრია, სულ 19 მსახიობია და გვინდა ბევრი ფული, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რა ვიცი, აი ესეთ პიროვნულ, ასე ვთქვათ, პირად საუბრებში გვპირდებიან, რომ დახმარებას გაგვიწევენ და ჩვენ არ შევჩერდებით, ჩვენ შემოქმედებით ცხოვრებას არ გავაჩერებთ. რაც შეეხება საერთოდ სოციალური პრობლემები, საერთოდ ქვეყანაში სოციალური პრობლემები ხა ყველას აწუხებს და ძალიან გული მწყდება, რომ მსახიობებს უჭირთ, იმიტომ რომ აი ხალხი ვართ, არა ვართ ცუდი ხალხი და არ უნდა უჭირდეთ ამ ხალხს, იმიტომ რომ იმდენი სიამოვნება აქვს მინიჭებული ქართული ხალხისთვის ამ ადამიანებს, რომ წესით არ უნდა უჭირდეთ. და დათო, ერთი კითხვა მინდა რომ დაგიშვათ, თუ შეიძლება. თქვენ გადაცემაში ეხლა თუ დასრულეთ უგნებავთ და მე დაგიშვავთ კითხვას. ანუ რა მინდოდა იცით რომ მეკითხა, ვინ არის ვალდებული რომ ამ ადამიანებს პურის ფული არ ქონდეთ საძებნელი? ვის ეხება, რატომ არ არის პრიორიტეტი კულტურა და უნდა იყოს თუ არა? ჩერჩილზე ყვებოდა ეხლა და ჩერჩილის ისტორია გაიხსენა აქ ჩვენმა ერთ-ერთმა სტუმარმა. ჩვენს ქვეყანაში კულტურა რატომ არ არის პრიორიტეტი? არ ვიცი, ეს მე ვერ გავცემ ამაზე პასუხს, მე ნუ მომთხოვთ პასუხს, თან დასაწყისში ვერ უსმენდი თქვენ გადაცემას ტექნიკური მიზეზების გამო, შეიძლება ეს არაადეკვატურად მოგეჩვენოთ მე ამ შემთხვევაში, მაგრამ შენ არაადეკვატური არასოდეს არ ხარ, არ მოგეჩვენე. მე ვიცი სტატისტიკური მონაცემები, იცით, თქვენ გადაცემაში ხა ემოციებს რო თავი დავანებოთ და დაუშვათ სტატისტიკას მივხედოთ, მე როგორც ვიცი, აი ისტორიას რო გადავავლოთ თვალი და მაქვს ამის ასე ვთქვათ ინფორმაცია, სახელმწიფო დღეობით ყველაზე მეტ
თანხას ხარჯავს კულტურაზე, რაც კი ოდესმე დაუხარჯავს. ანუ ეს სტატისტიკა გვაჩვენებს ამას. ანუ რისი თქმა მინდა, რომ გამოყოფილი არის ძალიან დიდი რაოდენობის თანხა. ეს რაც რო გადავავლოთ თვალით, თუნდაც 10 წლის წინ, იმის წინ და ასე შემდეგ. ერთი საკითხია გამოყოფა და სურვილი, რომ ეს მოხმარდეს ხალხს და ეს მოხმარდეს მსახიობებს და დასებს. მეორე საკითხია, როგორ ნაწილდება და როგორ ორგანიზებული როგორ არის ეს თეატრალური, ასე ვთქვათ, სფერო. ორი სხვადასხვა თემაა. ამიტომ თუ ჩვენ ლაპარაკობთ, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ეს საკითხი, ეს ცოტა ვრცელი თემაა, ძალიან ისეთი სკრუპულოზური, არსებობს რაღაც მაგალითები უამრავი მსოფლიოში, როგორ შეიძლება ეს გადანაწილდეს და ასე ვთქვათ დაიხვეწოს ეს საერთოდ პრინციპში მე გაურკვეველ ვითარებაში ვარ ეხლა, იმიტომ რომ არ ვიცი რა პრინციპით უნდა ვთქვათ მოვიპოვოთ თანხები. ანუ ეს არ გაქვთ გარკვეული თანხების მოძიების პრინციპი. გარკვეული აქვთ ამ ადამიანებს, ვინც აქ ხედავ ჩვენთან, რომ მათზე აისახა ის, რასაც დაერქვა ამ ქვეყანაში ქამრების შემოჭერის პრინციპი, მაგრამ აი როგორ უნდა მოიპოვოთ, ჯერ არ გაქვთ ეს გარკვეული? ეხლა აი უბრალოდ ეხლა მინდა ჩემი პოზიციიდან დავაფიქსირო ეს აზრი, რომ არ გამექცეს, ასე ვთქვათ, ეს ჯაჭვი ბრძანეთ. ხო, იცით რატო? ცუდად დაგვიანებით მესმის და მიჭირს. რაც შეეხება ჩვენ კონკრეტულ თეატრს, მაგალითისათვის რომ ავიღოთ, ხო, სოხუმის თეატრი რაღაც განსხვავებულ პირობებშია, განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაშია შესაბამისი მოვლენების გამო. ამიტომ რატომღაც უფრო მეც ვითხოვ, ასე ვთქვათ, ყურადღებას სახელმწიფოსგან, რადგან ეს დევნილი თეატრია და ჭირდება განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სათფური, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. თუმცა ეს ჩემი განცხადება არ ეხება ალბათ საჭირო და ამიტომ ჩემი მდგომარეობა ამ შემთხვევაში განსხვავებულია. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საერთოდ სათეატრო ხელოვნება ქვეყანაში, ამას ესე თქვენი გადაცემა არ ეყოფა. ამას სჭირდება სერიოზული პროფესიული დაფიქრება და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც არსებობს ევროპაში, ცივილიზებულ ქვეყნებში და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ვიღაცამ ახლა სპეციალურად ამ ხალხს რაღაცა დაუშავა, ესაც არ ამგონია, რომ რაღაცნაირად გამართლებული იყოს და ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ რაღაცნაირად, რომ ვთხოვოთ, მე მაგალითად გამოვიყენებ თქვენ ეთერს და ვთხოვ იმ ხალხს, ვისაც ხელი ეწიფება, რომ ჩვენ დაუშვათ, არ ჩავარდეთ სოციალურ, ასე ვთქვათ, პრობლემების სფეროში, დაგვეხმარონ და რაღაცნაირად გავმართოთ ეს სფერო. მე ერთადერთი ეს შემიძლია. მადლობა დათო, წარმატებას გისურვებ. დავით საყვარელიძეს ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში. დაასრულეთ დათო, მე მგონი უდროო დროს გაგაწყვეტინეთ, თუ რაიმეს დამატება გსურდა დაგებჩით. მე ჩემი პატივისცემა მინდა დაუდასტურო მათ. მე ვიქნებოდი თქვენთან ერთად უბრალოდ პრემიერა გვაქვს და ამიტომ ვერ ვიყავი და შეიძლება არასწორად გავაგრძელეთ თქვენი დაწყებული, ასე ვთქვათ, არა, ძალიან სწორედ გააგრძელეთ. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ. დავით საყვარელიძეს ვემშვიდობები. რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე მოусმენთ კულტურის მინის, მანამდე მინდა თითოეულ თქვენგანს მოგცეთ თანაბარი დრო. რას იტყვით გიორგი? დავიწყოთ თქვენგან. რას იტყვით გიორგაძის ჩართვამდე? რა არის თქვენი საკითხი? აზრით საბის არ გამიქცეს. ეხლა დათომ თქვა, რომ ყველაზე მეტი იხარჯებაო დღესდღეობით, რაც კი სტატისტიკა ნოლებზე არ არის აწყობილი. მაშინ სხვა კურსი იყო თუ ასე ვილაპარაკეთ, იანში თუ გადავიყვან ძალიან ბევრი გამოვა, მაგრამ რეალურად იმ ფულს რა საშუალო რა ძალა აქვს, ამაზეა ლაპარაკი, ხო? ადრე 50 მანეთს იღებდა მამაჩემი, მაგრამ 27 მანეთით მოსკოვში დაფრინავდა შაბათ-კვირას. ეგ სხვა რამეს ნიშნავს ციფრები. მე მინდა კითხვა დავუშვა, კულტურის სამინისტრო როგორც ასეთი რა ფუნქცია აქვს, რას აკეთებს, რა უნდა გააკეთოს და რას აკეთებს. თუ რამეს აკეთებს, არ ვიცი, მე ვერ ხედავ რამეს, რამე შენზე აისახა, ჩემზე არ აისახა. ანუ პროპაგანდას არ ეწევა კულტურის. დიახ. არ თავაზობს, არც ერთ მეცენატს რომ დააფინანსეთ. ჩვენ მთავრობას გვიჭირს და მესმის, არ უჭირს, ყველას უჭირს, ძალიან ბევრს უჭირს. მეგრებო აფრიკაში რო უჭირთ, ეგეთი უნდა წყალი არა აქვს ელემენტარული, მაგრამ რატომ უნდა შევედაროთ? ჩვენ თუ წინსვლა გვინდა, ვისაც ძალიან უჭირს იმათ, გამოგებინე, ხო?
საუბარი იმაშია, რას აკეთებენ იმისათვის, რომ დაუშვათ თუ თვითონ არ შეუძლიათ მეცნიერება დააფინანსონ. დაუშვათ მაგალითად გადასახადს უუქმებენ და აი ჩვენ ხო ძალიან ბევრ ქვეყანაში მაგალითად აფინანსებენ ვიღაც კორპორაციები, იმიტომ რომ საგადასახადოში გოტებს მიიღებენ და კულტურაში ფულზდებენ ძალიან ბევრი. ამით სულდგმულობს სოფლიოში თეატრი იქნებოდა, მაგრამ ისო დამოუკიდებელია თეატრი, ეგეთ რამე არც ერთ ქვეყანაში პრეცედენტს არ არსებობს. მადლობა, მე ამ შეკითხვას აუცილებლად ბატონო. ახლა ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, მხოლოდ მეტია. მე ამ შეკითხვას აუცილებლად დაუსვავ ბატონ გიორგაძეს, მე მოლაპარაკება მაქვს კულტურის სამინისტროსთან, რომ დებატების გარეშე წავა ჩვენი ინტერვიუ მინისტრთან, ამიტომ მინდა რომ მოგისმინოთ ეხლა მის ჩართვამდე თითოეულ თქვენგანს. თამარ მაყაშვილთან გადავდივარ შემდეგი შეკითხვით. ბატონო? თავს არიდებს მინისტრი დებატებს. ნუ ყოველ შემთხვევაში პირობა ესეთი იყო, რაზეც მე სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ერთ ვიტყვი რა, ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდება ჩვენი მხრიდან. კარგით, მაშინ თქვენ მოგცემთ სიტყვას მე თამართან. გემუდერები, იმიტომ რომ აუცილებლად დავაფანტება როგორც ახალგაზრდას, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად ვარ. იცით რატომ არ დაგთანხმოთ დებატებზე? იმიტომ რომ დაუსმევთ აქ ჩვენ შეკითხვას აუცილებლად რამდენი აქვს ხელფასი და რამდენი აქვს დანამატი, რომელსაც პრემია დაარქვა. უпростоა პრემია, რომელსაც დანამატი დაარქვა. იმიტომ ვერ ჩაერთო დებატებში, რომ ქალბატონ თამარ სირტყვაძეს პასუხს ვერ გასცემს. იმიტომ ვერ ჩაერთო დებატებში, რომ ანრი ბიბინეიშვილს აბსოლუტურად არავის ამათან შედარებით ჯერ ნოს პირველ საფეხურზე მდგომს, პასუხს ვერ გასცემს, რატომ არის ნახევარდმშიერი. იმიტომ ვერ ჩაერთო დებატებში, რომ მას უთქის ფული არა აქვს ანრი ბიბინეიშვილს. აი ამიტომ ვერ ჩაერთო. და ამის შემდეგ გამოდის და იტყვის მე კულტურას ამდენი მივეც სტატისტიკურად როგორც ბატონმა დავითმა თქვა. კი, შეიძლება სტატისტიკით მაღალზია დღეს კულტურის დაფინანსება, მაგრამ სად მიცეს ფული? უკაცრავად, სად მიდის? არა ვარ წინააღმდეგი არც ერთი ფესტივალის, პირიქით მომხრე ვარ, ეს ჩვენს გემოვნებასაც ზრდის, მაგრამ უკაცრავად. რამდენი აქვს ბიუჯეტი ჯაზ ფესტივალს? რამდენი აქვს ბიუჯეტი იმ პროდაქშენს სახელი სულ მავიწება ხოლმე? ჩეკინ ჯორჯიას, რამდენი აქვს ბიუჯეტი ხალხურას ართან კავშირში? რატომ ჩემ ხარჯზე? აი, ამიტომ თამარ ამ უკაცრავად ქალბატონთან მაპატიერო ის. აი, ამიტომ გესმით, სად მიდის ეს ფული ხალხო? აი, ქალბატონმა სად მიდის? თეატრალური კავშირი უსაყვარლესმა ქალბატონმა. კომპანიაზე გაქვს მინიშნება, საიდანაც ისწავლე. არა ვიცი, მინიშნება არა, მაგრამ ძალიან კარგია თუ კეთდება, კარგი საქმე მუსიკის მხრივ, ძალიან მაგარია, ბრავო, მაგრამ ჩემ ხარჯზე ოპერას რატო აქვს 4 მილიონი ჩემ ხარჯზე ქალბატონი და მე ამის ხმამაზე რატო ქალბატონი თამარას ურკაპიკდე რატო ამის ხარჯზე მე არ მესმის იმიტომ რომ ვიღაცა არ ჩამოვა მის ხელს მოკიდებს ოპერას მე ოპერა ჩემი კოლეგა არის კაცო მე ოპერას კი არ ვეკიშპები მე მომფრო თუ ჩვენ ვიჭერთ კამრებს და იმას 4 მილიონს უმატებ ოპერას რატო 3 მოვუმატე და მოდი ჩვენ მივაგვაჭრით სახებაზე ტექნიკური პერსონალი კატიკებზე მუშაობს ხალხი თეატრში მოდით გადავიდეთ თამარ მაყაშვილთან თქვენ რას ეთყოდით აი ეხლა რომ კონდეთ საშუალება მინისტრთან გასაუბროთ. მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს იმდენად რაღაცნაირად ისეთის ფინანსებთან და იმთან დაკავშირებული იმას რატო აქ ამდენი, მე რატო არა მაქვს ამდენი, ან რაღაცა. არც იმის მომხრე არა ვარ, რომ დაუშვათ იქ მინისტრია თუ რაღაცა, ეხლა ჩემ აზრს ვამბობ, რომ ამდენი აქ ხელფასი, იმდენი ხელფასი ალბათ უნდა კონდეს და რაც უფრო მეტი გვექნება, ყველას ამას არ აქვს მნიშვნელობა, არტისტი ვიქნებით. რა არის, გეხოთ ემის ხარ. გას ერთი წუთი. შესაქმეს რო გავაკეთებ, ამთიაზე კიდე მესს რო გავაკეთებ. მოდი ვაცადოთ ამას, იმიტომ რომ დროში უნდა გასაგებია. ეგ ხვდები რას გეოვნები, იგივე ოპერაში იმაში ყველა ჩვენი კოლეგები არიან და არავის ამით ხელფასი არ მომატებია და არც მოკლებია. მე ვერ ხვდები გამოსავალს, რაზე ვკამათობ. ჩვენ ვთვლით ვის რამდენია გამოწერილი, თუ სამინისტროს რამდენი აქვს ბიუჯეტი და ჩვენ რამდენი მოგცვა და რამდენი არ მოგცვა. ჩვენ უნდა ვთქვათ ის პრობლემა, რომ საშინელ მდგომარეობაში საერთოდ ერი ამას არტისტია, ფიზიკოსი თუ სტატისტი მნიშვნელობა არ აქვს. საოცარ მდგომარეობაში ვართ, ხვდები და უბრალოდ ჩვენ შეგვეხო, იმიტომ რომ ჩვენ მეტად ჩანვართ, უფრო მეტად რაღაცნაირად ხალხს უხარია, ვაიმე რა კარგია სულ ხასიათზე ხარ, იმიტომაც ვარ მე სიტყვაზე ეგრე რომ მეტი სხვა რა გავაკეთო ხა შენ თუ გიხარია ჩემი დანახვა, დაგენახვები რაზე ლაპარაკი და გავიცინებ და ზეც არ ჩამოვიშვებ ამ სახელზე, ხო? მაგრამ მე რო სახში მივდივარ, მაცივარს რო გავაღებ, цаრიელია თუ არ არის цаრიელი, ეს ამას აღარ აინტერესებს ხალხო. რა უნდა ვკითხო ხა მე მინისტრს, რატო არა გვაქვს ჩვენ ეს ისა? არ ვიცით, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ფინანსთა სამინისტროს. რა გითხრათ? დიდი მადლობა, მოდით ნანა ფაჩოშიდან გადავა, მერაბი და დაასრულებს ქალბატონი თამარ სხირტლაძე.
იმით იწყებს და ამთავრებს იმით, რომ ქვეყანას არ აქვს ჩვენ დამი დამოკიდე, მარტო ჩემ დამი კი არა, მსახიობების მიმართ კი არა. ხალხო გაიხსენეთ თეატრის შენობები რა დღეში იყო. რუსთაველის თეატრში ჩადიოდა ჩანჩქერი. ის რომ ჩემი თვალით ნახე, ინგა, ეს იყო აი ჩანჩქერი მოდიოდა. უკვე ძირი გამოთხრილი ქონდა. სახელმწიფომ როგორც მახსოვს 4 მილიონი დადო მაშინ ამ საქმისთვის და შევარდნაძეს დიდი მადლობები უხადეთ და ივანიშვილმა 12 მილიონი დადო. ხვდებით, ყველა თეატრები მან ააშენა და დღეს ლუკმას გვიდებს პირში. რომ არა ეს ადამიანი, რომელსაც ასე ლანძღავენ და რაღაცას თქვენი პროტესტი არანაირ ნანას არ ეხება ეს, მაგრამ დაასრულეთ ნანას ის რომ ქვეყანამ უნდა იზრუნოს აი ამ ძეგლთა კულტურა რო არის დაცვის, აი იმაზე მან რომ ეს თეატრები, ეს შენობები, ეს ულამაზესი შენობა რუსთაველის თეატრში რო შემოხვალ მარტო იმიტომ ღირს რომ არსად აი უმეტეს ქვეყნებში ასეთი თეატრი არ არის და მას უნდა შენახვა და ეს ქვეყანამ უნდა სახელმწიფომ უნდა შეენახოს. ის იმას არ ინახავს მსახიობს აღებულობს ფონდი უნდა არსებობდეს ჩვენი შესანახი. მსახიობს არაფრად არ აგდებს, არ ღებულობს, მისაღებს საათებში მინისტრები დაუსვავ ამ კითხვას მიხეილ გიორგაძეს. ჩვენ ქონდა მოლაპარაკება რომ რაღაც დროში იყო ესე გაწერილი, ბოლოს დავამატეთ, ქეთი დოლიძეს ვერ უკავშირდებოდი და ბოლოს დავუკავშირდი და მოვილაპარაკეთ რომ ბოლოს უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი. ეხლა მეუბნება პროდიუსერი რომ კულტურის სამინისტროდან უთხეს რომ თუ ქეთი დოლიძე იქნება მიხეილ გიორგაძის შემდეგ, მაშინ მინისტრი არ ჩაგვერთვება, არ ვიცოდი. ასეთი ქაოსი თუ იყო კულტურის მიმართულებით. კარგით, ქალბატონ ქეთიზე ვთხოვ პროდიუსერებს რომ მოგვიმზადონ ქალბატონი ქეთი და მერე იქნება მინისტრი. უკაცრავ, ქალბატონო ინგა, არა, ქალბატონო ინგა, სწორედ ამიტომ არ ხდება ჩვენი გამარჯვება, რომ ჩვენ მივდივართ იმ თანხმობაზე და დათმობაზე, რომ ჯერ თურმე ქალბატონი ქეთი ჩართობდნენ, მერე მისაჯობდნენ. არა, ეს მე მივდივარ გადაცემის ძალიან გქონდა მაშინ ხო გადაეცით მიშა გიორგაძეც რომ არავითარ შემთხვევაში ან დებატებში და შეხვდეს ჩვენ მსახიობებს შეხვდეს. თავარი პრობლემა არის ის რომ თქვენ არ გხვდებათ. მორჩა ესე იგი. არა, მე მარტო გიორგაძეზე ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი. მე ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ სტრუქტურაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ მათ აქვთ ზოგადად ასეთი დამოკიდებულება. ცინიკური დამოკიდებულება. კი ბატონო, ძალიან მტკივნეულია. ალბათ თქვენთვის ამ ყველაფრის ხმა მერაბ გისმენდა უნდა დაასრულოს ქალბატონმა და უკვე ქეთი დოლიძესთან უნდა გადავიდეთ. ძალიან გაახსნიდა თქო, საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობ. წინა მინისტრი იყო, რომელმაც ფული დააბრუნა ბიუჯეტში, იმიტომ რომ კულტურას აღარ უნდა დაოდათ, დღევანდელი მინისტრი აქ. საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობ. ჩვენ ნუ დაგვავისწრება რომ აქ ეს პრობლემა მართლა დათოს დავეთანხმები. უდიდესი პრობლემა, ამაზე უნდა ისაუბრონ და ამას სჭირდება ეს სისტემაში უნდა მოვიყვანოთ, ხო? განათლებას მიმულია ეს. ბატონ მინისტრმა დაუთხრა, მაშინ დაკეტე თეატრალური ინსტიტუტი. ნუ გამთავრებინებ ამ მსახიობებს, ამ რეჟისორებს, ამ მუსიკოსებს, კულტურის სახლებში ბოსლებია რაიონებში, ნახეთ რა ხდება. კულტურის რამდენი ლექტორი უმთავრე კაცი. არა, სხვა დიდი ბუდიში, მაგრამ მაშინ ასეა რა. მე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, ეს მეს მიმულია განათლებასთან, განათლებულ ხალხთან. შეიძლება გიორგაძე ფაქტაკიშვილი ვერ არ გახდეს, ვერ იყოს, მაგრამ ჩვენ ადამიანურად მასთან პრობლემა არ აქვს. ყველა პრობლემა უნდა, ყველა თეატრია პრობლემა. ზოგი თეატრებმა მოახერხა, წარმატებულად ზოგმა ვერ მოახერხა. რა ვქნათ? დახრიტო გინდა, ესე იგი უნიჭოები არის. მსახიობმა რა დააშავა, არტისტმა რა დააშავა. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. ვინ იცავს ჩვენ უფლებებს, ადამიანებო? ორ კაპიკად რო გინდათ არტისტი და დაბადების დღეზე თამადად რო გინდა და არჩევნები რომ მოდის, მაშინ ხო გინდა და ნათლობაზე არტისტები. მანამდე მოიკითხეთ ეს ხალხი როგორ არის რა. ქალბატონ თამართან მანამდე მის უკან ეს მინდა ვკითხო. თამართან, ქალბატონ თამართან მადლობა დრო თითქმის აღარ მაქვს. ქალბატონ თამარ, თქვით ახლა აი აქ რომ გეჩნდეთ მინისტრიას. არა, რატომ ტყუილად? თქვენ ფიქრობთ
რომ ტყუილად არის პირდაპირ ეთერში ამაზე. მე შეიძლება ძალიან ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ჩემი რაღაცა განვლილი გამოცდილებით მაქვს ასეთი დასკვნა, რომ პირდაპირ ეთერში ხშირად როცა პრობლემაზე საუბრობენ, ის პრობლემა მერე იჭრება ხოლმე ხანდახან. ხან კი ხან. არ არის, ჩემთვის არ არის პირდაპირ ეთერში საუბარი კიდევ წევში შეა. ინ გაიცით რა, მე ყველაზე უფროსი ვარ და მომსწრე ვარ თეატრი როგორ სიგიჟემდე უყვარდა. თვითონ ცეკას თანამშრომლები ჩისუნჩის იმაში კიტალებში რომ მოვიდოდნენ დამწკრივებულები და შემოდიოდნენ თეატრში. ეხლა მსგავსი მე წეგან გითხარით რომ მინისტრი ვერ მოიყვანა მე ჩახავა გთხოვს მოდი სპექტაკლში ვნახე. ვერ მოიყვანა და კიდევც იმიტომ თქვა მე ჩარკვიანმა რომ გოკასაშიგან რაც აძლევს იგივე გადმოსდინდებისო ვერ მოიყვანა. აი ნანას ვეთანხმები. არ უყვართ. აი ეხლა მე მახსოვს, იმიტომ რომ მართლა ყველაზე უფროსი ვარ და ჩემი ხნის ქვა აღარ გორავს. აი ნონა გაფრინდაშვილი რო თამაშობდა ჭადრახს. ჩვენ რო უყურებდით ტიროდით. ეხლა რატო გეუბნებით ამას? აი რო წავიდა მე რუსთაველის თეატრი და მანამდე იყო სუხიშვილის ანსამბლი. აი ამ ოვაციებზე ვიჯექით ტელევიზორთან და ჩვენ ცრემლები ჩამოგდიოდა. იგივე მოხდა როცა დაიძრა რუსთაველის თეატრი და დადიოდა და მსოფლიო მოიარეს. აი სიამაყით გვევსებოდა გული, გვიხაროდა, ცრემლიც მოგდიოდა და ვიყავით ბედნიერები და ეხლა არ უნდათ. აი ნამდვილად არ უყვართ. მიხარია მოჭიდაობაზე მიხარია იმიტომ რომ არა მიხარია მაგრამ არ დადია. მე ჯერ ჩვენი მინისტრის თეატრში არ მინახავს. მინისტრი რომელიც კულტურის მინისტრი რომელიც თეატრში არ დადის ასეთი არის ვიცით ეს საქმე ჩავდე რა მოიყენეთ ეს ევროპული მაგალითი სიყვარული აკეთებინებს ადამიანს სასწაულს ხო აი სულ პატარა თეატრის ხელმძღვანელი ვარ ათონელი იქ გვეხმარება ჩვენ ქალაქის მერია იმით ვარსებობთ იმიტომ რომ არც ხელფასი არაფერი არ აქვს სიყვარული მას უნდა გაუკვირდება ახლა ბევრს რომ მერია როგორ გეხმარება თო და სასიკეთოს როგორ აკეთებსო მაგრამ კულტურა იქ წარმოუდგენელია მაგრამ გვეხმარება ის იამაკაცარია არა იქ კულტურის გაყოფილებაში არის ისეთი ადამიანი რომელსაც უყვარს თეატრი. კარგით, რომელიც ამით დავასრულოთ. მე ერთს გეტყვით. ქალბატონო თამარ, ერთი რამ მინდა რომ გითხრათ, ყოველთვის ვართ მზად და ყოველთვის ვართ გახსნილები პირდაპირ ეთერისთვის. მე ამას გეუბნებით პირდაპირ ეთერში გაძლევთ პირობას რა მომენტში თქვენ საჭირო ჩათვლით რომ ამ თემებზე ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში და არ დავეთანხმები ეს ერთგვარ სკეპტიკს რომ პირდაპირ ეთერში საუბარი არის თუ არა შეაყარე კედელს ცერცვი არ არის. აი თუ გინდათ ნახოთ რა რეაქცია მოყვება ამ ჩვენ საუბარს. ეხლა ქეთი დოლიძეს მივესალმები და რეკლამის შემდეგ უკვე მიხეილ გიორგაძე რომელმაც უკვე თქვი რომ თქვა ასეთი რამ შემოგვითვალა რომ ის უნდა იყოს ბოლო გადაცემაში. მადლობა ქალბატონო ქეთი რომ ხართ გადაცემის სტუმარი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი. ჯერ მინდა ერთი რამე თქვა სანამ ბატონ ამხანაგ მინისტრს შევეხმიანები მე მინდა დავემშვიდობა აი ამ ეთერით არაჩვეულებრივ ადამიანს პირველ რიგში არაჩვეულებრივ მსახიობს რომელსაც ჰქონდა საოცარი გვარი ბერიკას შვილი ესე იგი ეს იყო პირველი მსახიობები იყვნენ საქართველოში, ვინც შემოინახა, ვინც დაიწყო ქართული კულტურა, ხო, მსახიობები, თეატრი, ესენი იყვნენ ბერიკები. ამიტომ შვიდობით ბატონო გივი და თქვენ ძალიან ბევრი კეთილი საქმე დატოვეთ ამ ქვეყანაზე და რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ ახლა ჩემ და გასაოგნებლად ზოგიერთებმა თქვენ ნათელი კვალი დატოვეთ და ნამდვილად ნათელში იქნებით. რაც შეეხება მინისტრს მეცნობა იმიტომ რომ ისეთი ილუსტრაცია გაუკეთა თავის თავს რომ ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩემს მერე ჩემს წინ ამას უკვე აზრი არ აქვს უწმელად გითხრათ მე არ მიმინიჭები ასეთი მნიშვნელობა როდესაც თქვენ დაგირეკეთ მონაწილეობა გადაცემაში რომ მინისტრი მაინც და მაინც იმას უნდა იყოს ბოლო რომ თავისი
და ესეთი სეფე სიტყვა თქვას, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოუვა. დავიწყოთ ძალიან მოკლედ ვიტყვი, ძალიან ისე მოკლედ ჩამოვაყალიბოთ. კულტურის კონცეფცია. დავიწყოთ იქიდან, რომ ამათ მოიგონეს ვითომ ველოსიპედი. როდესაც ქართული ოცნების ერთწლიანი, ესე იგი მზადდებოდა არჩევნების წინ და ასე შემდეგ, ლანა ყოღობერიძემ, კულტურის ყველა სფეროს წარმომადგენელმა, კოკო ჩაშვილი იყო მერაბი, თემურ ფალავანდიშვილი, მხატვრები, არქიტექტორები, შეადგინეს არაჩვეულებრივი კონცეფცია კულტურის, რომელიც სამწუხაროდ ჩემს საყვარელ ქართულ ოცნებას ვეუბნები, რომელშიც თქვენ არ ჩაგიხედიათ და ეხლა აი ეს კონცეფცია, რომელიც არ გაგვაცნეს, სადღაც გააკეთეს პრეზენტაცია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე მართალი გითხრათ, არც თუ დამპატიჟეს, ალბათ არ წავედი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ დაკონკრეტება იმას აკლია, ის არის 10 წლიანი და რატო არ არის 20 წლიანი და რატო არის 10 წლიანი, ნუ ეთყობა 10 წლებში ვარ შესული და ბატონი მინისტრი ეთყობა 10 წელი აპირებს დარჩენას, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება. ამიტომ მე მგონია, რომ ამ კონცეფციაში არავითარი პრიორიტეტები განსაზღვრული არ არის. რაც შეეხება ჩემს საყვარელ ესე მივყვები, რაც ჩავიწერე ზურა ყიფშიძეს. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ზურა ყიფშიძეზე ვაშინგტონ პოსტი წერდა 90 წელს. გასტროლები, რომელიც მე გავაკეთე ვაშინგტონში, აი იქ წერდნენ, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსნერები და მელ გიბსონები, აი ეს ყმაწვილი ყველას მტვერში აგორავებს. ეს არის დიდი ზურა ყიფშიძე. და ეს უნდა დაიმახსოვროთ და პატივი უნდა იყოს თქვენთვის, ბატონო მინისტრო, მოსვლა და მისი ცქერა და არა ის, რომ ჩვენ გელოდოთ თქვენ. თქვენ არ გელოდებით. თქვენ უნდა იყოთ ძალიან მადლობელი, რომ ზურა ყიფშიძეს ნახავთ სცენაზე. ეს ერთი. მე რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს თქვი. პრიორიტეტები საერთოდ არ არსებობს. აი რა არის პრიორიტეტი? რაც თქვენ მოხვედით, ბატონო მინისტრო, ეხლა რომ მიპასუხებ და მე ფურცლებს ამიქნებთ, რა არის პრიორიტეტი? ხო ხედავთ, ეხლა ტარანი ხო თვითაა. თქვენი პრიორიტეტი არის ჯაზი. თქვენი პრიორიტეტი არის თქვენი საკუთარი ისა რა ქვია, ისტერ პრომოუშენი. თქვენ მშვენიერ ჯაზ ფესტივალებს აკეთებთ და ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ თქვენ საერთოდ მოხდით კულტურის სამინისტროში მინისტრად. მე ვარ, რომ თქვენ აკეთებთ ჯაზ ფესტივალს. ეს არავითარი ის არ არის ჯაზ ფესტივალის მენეჯმენტი, რომელსაც კარგად უძღვები და კარგად აკეთებთ, სულ არ არის იმის საწინდარი, რომ თქვენ იქნებით კარგი კულტურის მინისტრი. და როგორც მტკიცდება, დიახ. დაასრულეთ და კითხვა მინდა დაგისვათ, დიახ, დაასრულეთ. ცუდად მესმის. დაასრულეთ და კითხვა მინდა თქო რომ დაგისვათ. დიახ, ამიტომ მე მგონია, რომ რაღაც გარკვეული გარიგება იყო თქვენთან, რის გამოც თქვენ დაგნიშნეს კულტურის მინისტრად, თქვენ ეს პირობა რითიც დაგნიშნეს, თქვენ შეასრულეთ, მაგრამ მე მგონი 2 წელიწადი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თქვენ უბრალოდ, ნუ არ ვიცი, ეს გაარჩიოს. მე პირადად ჩემს სახიობებს მივმართავ, ჩემთვის ამ თეატრში ყველა ერთია. პაატა გულიაშვილისგან განსხვავებით ინგა მინდა ავხსნა, რომ ჩვენ თეატრს არ აქვს არც სადადგმო ხარჯი, ჩვენ თეატრს არ აქვს არც საგასტროლო ხარჯი. ამიტომ ჩვენ ერთადერთი რაც შევძელით, ჩვენ არავის ხელი არ ვახლეთ, იმიტომ რომ ჩვენთან ისეთივე პრიორიტეტი და სიყვარულით სარგებლობს ჩვენი მცირერიცხოვანი ტექნიკური პერსონალი, როგორც მსახიობები. ქალბატონო ქეთი, გასაგებია ეს, ერთი რამ მინდა რომ მკითხო და ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაპატიეთ. თქვენ იყავით ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, არა მხოლოდ თქვენ, აქაც ხედან ადამიანები. ეხლა როდესაც კულტურის მინისტრზე საუბრობთ, რომ აი საერთოდ რატომ დაინიშნა ის, აქ მინიშნებებს აკეთებთ, მას ძალიან უყვართ ჯაზი, საკუთარი კომპანიები და ასე შემდეგ. კი ბატონო, პირდაპირ ამბობთ. ასეთი კითხვა მინდა ეხა დაგისვათ პირდაპირ. მიხეილ გიორგაძე თავისით არ მისულა იქ და არ დამჯდარა მინისტრად. გაგიცრუათ იმედები ქართულმა ოცნებამ? თქვენ ხომ ეხა კულტურის მინისტრზე საუბრობთ. ერთ რამეს გეტყვით რა, მე იმედები ერთ მიმართულებით არ გამიცრუა ქართულმა ოცნებამ, მე არ გამიცრუა იმ მიმართულებით, რასაც ქვია თქვათ სოფლის მეურნეობა. აი შენც ატრიალებდი ინგა ამ ჩემ კლიპს, სადაც 5 მილიონი ყველა სოფლის გამოვიყენო.
ერთი წუთი და მოსახლეობას უთხარო 5 მილიონი კი არა თითო სოფელში 100-ჯერ რამდენი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში ჩვენ ვერ მოგხედეს ამიტომ მე პირადად მინდა რომ ჩემ მსახიობებთან ან სხვებთან ერთად კიდე შევხვდე არა კულტურის მინისტრს, არამედ პრემიერ-მინისტრს. რატო რა? პრემიერ-მინისტრი ნორმალური ადამიანია და წელიწადში ერთხელ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს არ უნდა შეხვდეს. როდესაც ასეთი ამბავია ატეხილი, პრემიერ-მინისტრს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ აი ჩვენ სფეროს წარმომადგენლებს ან რუსთაველის თეატრში, ჩვენი თეატრი პატარაა, ან მარჯანიშვილში შეხვდეს და ჩვენი სატკივარი გაიგოს. ამაშია საქმე, იმიტომ რომ პრიორიტეტი სანამ არ იქნება კულტურა ამ ქვეყანაში არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება გინდათ ასე თქვით გინდა ისე თქვით ვერც ბატონი ბიძინა რომლის წყალობითაც ამდენი ხანია ვარსებობთ ძალიან და ისიც რასაც ნაციონალები აკეთებდნენ ისიც ამ ადამიანის დაფინანსებული იყო იმათ არ ქონდათ უბრალოდ სინდისი და ნამუსი რო ესე თქვათ და თავისთვის იწერდნენ ყველაფერს მაგრამ ერთი რამე მინდა თქვა ალ პაჩინო იცით რა ღირს ნიხრია ასეთი ნიხრი და რო შეხვიდეთ Google-ში რა ღირს რომელი მსახიობი ალ პაჩინო ღირს შემოსაყვარელო 600,000 ბრედ პიტი ჩამოვიდა 500,000-ზე თქვათ ვიღაცა ის რა ქვია ნუ დიკაპრიო 2 მილიონი ესე იგი აქ ლაპარაკი იმაზე რომ ვინმე ვერ ჩამოიყვანო და იმიტომ ხარ მაგარი რომ ვიღაცა ჩამოყავს ეს სასაცილოა მადლობა იმიტომ რომ თქვენ რო გადაუხადეთ არ უხვევ მე ახლა თქვენ რო გადაუხადეთ 3 მილიონი რობი ვილიამსი 700,000 ღირს ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით მაგრამ როდესაც თქვენ გადახედავთ თქვენ მოღვაწეობას და პრემიერ-მინისტრიც რო გადახედავს მე მისგან მაინტერესებს ამდენი გამწარებული ადამიანი რომ გეუბნებათ მსახიობი, მხატვარი, ამ სფეროში მონაწილე, არ შეიძლება პრიორიტეტები რომ გადაანაწილოს. მადლობა, ქეთი, დიდი მადლობა. მე უნდა დაგემშვიდო. ერთი წუთით. დიახ. ხო. მე უბრალოდ ვლაპარაკობ იმაზე რომ როდესაც საქმე გვეხება ჩვენ მე ერთი რამე უნდა მაცალო ახლა ინგა. აი ჩამოწერილი. დროში ვეღარ ჩავეთები. ერთი წუთით ქართული ხმები მარჯანიშვილის თეატრი ანჩისხატის გუნდი მხატვრების გამოფენა ჩავიყვანე გლაზგოში მანჩესტერში ედინბურგში შარშან მივიღე მედალი და აი ბატონო მინისტრო თქვენი ბრძანება რომ უნდა წავსულიყავით რომ ძალიან გიყვართ ფრიალი რომ უნდა წავსულიყავით ჩვენ ამას თქვენი თანხმობა და განკარგულება ედინბურგში და აი ეს ის პრემია რომელიც ჩამოიტანა თუმანიშვილის თეატრმა საუკეთესო დასი სამსახიობო ხელოვნებისთვის ეხლა რამდენიც გინდათ იმდენზე გამეცით პასუხი მადლობა ქალბატონო ქეთი რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში წარმატება მინდა გისურვოთ ქეთი დოლიძეს ვემშვიდობები აქვე ვემშვიდობები ჩვენ სტუმრებს გამიგზელდა გადაცემა მაგრამ ძალიან საინტერესოა იმედია და მეთანხმებით კვდება და მთელი დღე სეძე 150 ლარი აქვს თუ სადმე აიყვანეს მთელი დღე და ზოგადად 100 აი ეს არის აპაჩინო და დენირო არ ვიცი მაგრამ ესეა საქართველოში და არავინ მათ უფლებებს არ არის დიდი მადლობა თქვენ არა დრო აღარ ministrისთვის რაღაცას ვიტყვი ministrისთვის მეც მაქვს ჩემი ულტიმატუმი მე თქვენ არ მოგისმენთ მობრძანდით თეატრში და დივამდე მოგისმენთ კარგად დიდი მადლობა რეკლამაზე გავდივართ რეკლამის შემდეგ უკვე მიხეილ გიორგაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს სპორტ ბეტინგში რევოლუცია იწყება. დღეიდან ყოველდღე აჭარაბეტზე თქვენთვის მხოლოდ უმაღლესი კოეფიციენტები და საუკეთესო გამოცდილება სპორტში. დარეგისტრირდი და მიიღე 5 ლარი free bet საჩუქრად. acarabet.com